შუა დღემშვიდობისა მაიკო. შუა დღემშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ჩვენმა გუნდმა გააცემა მესამე ფურცლის რომ დაგთანხმდი ამ ინტერვიუზე. ხანაერად როგორ შეიძლებოდა შენ რომ იყავი იმიტომ დაგთანხმდი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ველოდებოდით ამ ინტერვიუს. სტუდია როგორ მოგწონს ჩვენი? ძალიან სენტიმენტალური გავხდი მას შემდეგ რაც ამ კიბეზე ამოვძვერი, იმიტომ რომ ამ შენობას ჩემთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს. აქ ჩამოვყალიბდი რეპორტიორად და რეპორტიორი რომ არ ვყოფილიყავი, არაფერი არ გამომივიდოდა ცხოვრებაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელი მაქვს გატარებული აი ამ შენობაში სახურავზე არასდროს ყოფილვარ და რაღაცა სხვანაირი განცდები, არ ვარ ნოსტალგიური, მაგრამ სხვანაირი განცდები გამიჩნდა. პირველი თეფში რო დადგა ეროსიმ და ყველა გაოცებულები ვიყავით, კადრებს რო უყურებდით, არც ვიცოდით ეს თეფში საერთოდ რა იყო. ხო, აი ესეთი ძველი ამბები გამახსენა და რუსთავიორი გამახსენა კიდე, იმიტომ რომ აქ რუსთავიორი იყო. შენ თავად თქვი რომ ეს შენობა რაღაცნაირად ქმნის მაია ასათიანს, იმ მაია ასათიანს, რომელიც შემდეგ გადაინაცვლებს შავყუთში და დიდი ხნით დარჩება ქართულ ტელემედია სივრცეში. რეპორტიორ მაიაზეს კითხავოდნო მოგვიანებით, მაგრამ ეხა ესეთი რამ მინდა კითხო. მაია ასათიანმა ქართულ ტელემედიაში რაღაცა ერთგვარი რაღაცა ეპოქალური სახელი და გვარი იყავი. შექმენი ის, რაც ესე რომ შევადაროთ ერთი დიდი ნართის გორგალი, რომლის გარჩევასაც ბევრი ცდილობდა, თუმცა რაღაცნაირად ეს ვერ გამოუვიდათ. თავად აი ამ უზარმაზარ ნართის გორგალში ახლა, როდესაც და ალბათ ძალიან სევდიანია, როდესაც ჟურნალისტი გადაწყვეტით ამბობს, რომ მე გავდივარ კამერს მიღმა. აი ახლა აი ამ ნართის გორგალში სად არის მაია ასათიანი, რომელიც ყველას მაია იყო მუდმივად. მე ჩემ თავს პირობა მივეცი, რომ აღარ მესაუბრა პროფილზე. რატომ? ძალიან ბევრი ადამიანი შემხედრია, რომელიც თავის წარსულდებაზე მუდმივად გიყვება. ეს არის სიბერის მთავარი ნიშანი. რახან მკითხე, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაშინ მე არ მეგონა თუ პროფესიას სამუდამოდ დავემშვიდობებოდი. დღემდე ვთვლი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. იმ დღეს არ წამოვიდოდი, მეორე დღეს წამოვიდოდი, 10 დღის მერე წამოვიდოდი, ლექსო ლაშქარავას ამბის მერე წამოვიდოდი. დღეს უმეტეს მე იქ არ ვიქნებოდი და მე საბოლოო ჯამში მოვიდა აზრი, რომ მინდა კი ტელევიზიაში ყოფნა. საბოლოოდ ამბობ, რომ მაიას ვეღარ ვიხილავთ რაიმე ფორმით და ბევრი სხვადასხვა ფორმა შესთავაზე შენ ქართველ მაყურებელს ამ წლების განმავლობაში. ძალიან ძიმედ ვიყავი, დათო, ჩემმა ერთმა კოლეგამ კითხა ემასათი როგორ მოიფიქრეო და ვკვდებოდი. ანუ მე 15 წლიდან ტელევიზიაში მუშაობდი. ჩემი იდენტობა აი ამ შენობას, იქ რომ პირველი არხის შენობა იმ შენობას უკავშირდება, იქ გავიზარდე, აქ ჩამოვყალიბდი ჟურნალისტად, ყველა მოგონება აქაურობას უკავშირდება. ძალიან ძნელი იყო, როცა მუდმივად მქონდა შემოთავაზებები ყველა ტელევიზიისგან და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს შემოთავაზებები არავისგან არ არის, საერთოდ გაჩუმდა ტელეფონი. ასე მოხდა. და მე ის ჟანრიც მოკვდა, რომელ ჟანრშიც მე მოღვაწეობდი. ანუ ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ეფუძნებოდა, რომ მე იქ ყოფნა აღარ შემეძლო. ზოგადად ვთვლი, რომ დღეს აქ და ახლა ასეთი ჟანრი მთელ მსოფლიოში დამთავრებულია. ზოგადად ტელევიზია დაბერდა. ტელევიზორს აი ამ ყუთს ძირითადად ასაკოვანი ადამიანები უყურებენ. ერთხელ ერთმა ჩემმა თაყვანისმცემელმა, რომელიც არ ვიცი რამდენი წლის იყო, მაგრამ ჩემზე ბევრად პატარა იყო, მითხრა ბებიას უყვარხარ ძალიანო. ტელევიზია ბერდება მთელს მსოფლიოში.
მსოფლიოში. ის პერიოდია, როცა თავის დროზე ტელევიზიამ ჩაანაცვლა რადიო, ახლა ტელევიზიას ანაცვლებს ინტერნეტი. ხო და აქ იმიტომ მოვედი ორი ფაქტორის გამო, იმიტომ რომ YouTube-ია და იმიტომ რომ დათო ქაშიაშვილია. ძალიან დიდი მადლობა. პროფილმა უმნიშვნელოვანესი გამოძიებას ჩაუყარა საფუძველი გატაცებულ ბავშვებთან დაკავშირებით და არ ვიცი, უდიდესი საქმე არის, რაც ამ გადაცემამ წამოიწყო და მიიყვანა საკმაოდ გახსნა ეს კარი ყველგან. აი ეს ეპიზოდები, როდესაც მაია თავის გუნდთან ერთად გავიდა პირველად, ასე ვთქვათ, გატაცებული ბავშვის ამბავზე, აი ამ ემოციებზე, აი ამ გამოძიების არ ვიცი სირთულეებზე ის რაც აქამდე შესაძლოა არ გითქვამს, მინდა რომ აი ეს ნაწილი მადლობა რომ ეს მკითხე, იმიტომ რომ როცა ჩუმად ხარ მე ბევრი ჩემებს რომ მე ვიპოვეო ეს ყველაფერი მე აღმოვაჩინე. არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. 2008 წლის ივნისი, მე მგონი 10 ივნისი იყო პირველი დაკარგულები, როცა გავიდა ეთერში დათო და მაშინ ჩვენ არ ვიცოდით რასთან ქონდა საქმე. ჩვენ უბრალოდ ვეძებდით. დაახლოებით 10 ადამიანი მყავდა სტუდიაში, ვინც ეძებდა და პირველი მამაშვილის შეხვედრა 2008 წლის ივნისში შედგა. და ამას დაჭირდა დრო, იმიტომ რომ პირველი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მივიღეთ 10-20 წერილი, არ მახსოვს ზუსტად რამდენი, ზუსტად მსგავსი кейსის ადამიანები, რომლებმაც გაარკვიეს, რომ აყვანილები იყვნენ, რომლებმაც გაარკვიეს, რომ აღზრდელი მშობლები არ იყვნენ ბიოლოგიური მშობლები, არკვევდნენ თავის ნამდვილ ვინაობას. დავიწყეთ ამ ყველაფრის გამოძიება, მაგრამ კარტელამდე ჯერ მისულები არ ვიყავით. სადაც 5-6 წელი დაჭირდა ბოლომდე რო დავრწმუნებულიყავით, რომ თითქმის ყველა სამშობია რომ საქართველოში და ამ სამშობიაროს მედპერსონალის ნაწილი და რაც მთავარია საბჭოთა კავშირის დროს ჯანდაცვის სამინისტრო ამას მფარველობდა. პირველი განცდა იყო საოცარი აღტაცების და მე ემოციური ადამიანი ვარ და ვხტოდი სიხარულისგან, როცა სანამ შევახვედრებდით ერთი მხარეც და მეორე მხარეც დათანხმდებოდა შეხვედრას. მაგრამ დრომ და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თავარი პრობლემა შეხვედრიდან იწყება, იმიტომ რომ აი სადღაც 100%-დან 90%-მა ჯერ ერთმანეთი არ მიიღო. და ძალიან ხშირად ქონდა შემთხვევა, როცა დედამ რომელმაც შვილი გაყიდა და ამბობდა, რომ მე არ ვიცოდი, რომ გაყიდეს, აი ეს ნაპოვნი უკვე დიდი 30-40 წლის შვილები არ მიიღეს. გამონაკლის შემთხვევაში გქონდა წარმატებული кейსები, როცა ურთიერთობას აგრძელებდა. და აი მაგალითად და-ძმა, რომელსაც მშობლები გარდაეცვალა, მაგრამ ერთმანეთი იპოვეს, ქალბატონი, რომელსაც უთხრეს, რომ შვილი გარდაეცვალა, მაგრამ ეს შვილი ცოცხალი აღმოჩნდა. აი ასეთ დროს მე როცა მე უკვე ჩემი ტრაგედიაც დამემატა, ვერაფრით ვეღარ ვაკავშირებდი, როგორ შეიძლება თქვა დედამ მიუხედავად თქვა მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა შვილი გაყიდოს. გარდა იმისა, რომ ახლა სხვა საქმიანობით ხარ დაკავებული, ამაზეც მოგვიანებით ვისაუბროთ, შენ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევი. ერთ-ერთ უნივერსიტეტში ერთადაც მუშაობთ. მაიკო ლექტორი და აი ეს თაობა, რომელიც აი ამ რაღაცნაირად ძალიან ჯადოსნურ, მაგრამ თან საძულველ პროფესიას უახლოვდება. იცი რამ შემაშინა დათო, მე რო ვაბარებდი, შენ რო აბარებდი, ტელეჟურნალისტიკა ითვლებოდა საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად და ერთ ადგილას 7-10 ადამიანი მოდიოდა და უნივერსიტეტში ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება იყო ურთულესი. და რამდენიმე წლის შემდეგ, სწავლების რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მშობლებს ეშინოდათ, რომ შვილები ჟურნალისტები გამხდარიყვნენ და როცა აი ვთქვათ პრაქტიკულ დავალებებს ვაძლევდი ხოლმე სტუდენტებს, ვთქვათ აი წლების წინ, 4 წლის წინ ვასწავლითი ვთქვათ როგორ უნდა იმუშაო მიტინგზე და ვუშვებდი ხოლმე მიტინგზე და ბოლო 2 წლის მანძილზე
ხვდი რომ ეს უბრალოდ საშიში იყო და აი როგორც პროდიუსერი სულ ტელეფონზე ვეკიდე რომ ხომ მშვიდობით ხარ და ანუ გაუგე იმ მშობლებს ეს არის ანუ აი ჩემთვის ყველაზე გულისატკენი ამბავი ეს მომენტი ბოლო წლებში გაზაფხულის აქციებზე მეც უშვებ ხოლმე სტუდენტებს და თავად სტუდენტებშიც დავინახე ეს შიში და ერთ-ერთმა მითხრა კიდეც რომ აი ჩემმა მშობლებმა მითხრეს რომ ეგ ამ დავალებაზე არ გამიშვათ თანამედროვე ტელეჟურნალისტიკა რას არ უყვება საზოგადოებას მე არ მიყვარს ხოლმე საჯაროდ კოლეგებზე უარყოფითი თქმა თავის დროზე ხა მე მუშაობდი ეროსიკი წმარიშვილის დროინდელ რუსთავი 2-ში და თავის დროზე და ვარდების რევოლუციის დროს რეპორტიორი ვიყავი და გვადანაშაულებდნენ რომ ვიყავით ისტერიულები. ეხლანდელ ტელევიზიას რო უყურებ ის ჩვენი ისტერია არაფრად არ ჩანს, მაგრამ ვერაფრით ვერ მოთხოვ ადამიანს იყოს მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული, რომელსაც გაზით წამლავენ, რომელსაც აირწინაღი უკეთია, თვალიდან ცრემლის დის, სპეცრაზმელი მოსდევს და თან ისე რომ სიტყვა არაშლება ლაპარაკობს. მე მგონია რომ მე ამ თემაზე საუბრის უფლება მომეცემა მაშინ, როცა ყველაფერი დაწყნარდება, საქართველოს ევროპის ნაწილი გახდება და მხოლოდ მაშინ შემეძლება თქმა, რომ აი ეს რეპორტიორი ამ დროს ჟურნალისტურ სტანდარტს ცდებოდა, მაგრამ იმ რეალობაში, როდესაც შენ საცემრად მოგგზდევენ, დაგიწუნო ხმის ტემბრი არ ვარ მართალი. აი ამის თქმა მინდა თორე რა თქმა უნდა კი ისტერიულია მედია და მეორე ნაწილი პროპაგანდისტულია და ჩვენ ისე ვიქوارთ სადაც 30 წლის წინ ვიყავით 11 წლის ვიყავით წამიყვანა დედამ პირველად აქციაზე აი შეხა ყველაზე პოეტური ჟურნალისტი ხარ ხო და აი დაახლოებით ისეთი განცდა იყო მარტოობის 100 წელი როგორც იწყება მამამ როყინულის სანახავად წაიყვანა ბუენდია და ხელი რო დაადო აი დაახლოებით ეგრე მახსოვს მე 9 აპრილის დროს სკოლიდან ვიპარებოდით მე ადრე დავიწყე მუშაობა და უკვე მიტინგს ვაშუქებდი მე რუსთავი 2-ში მოვხვდი და ვარდების რევოლუციაზე ვიმუშავე მე იმედში მოვხვდი და უკვე იმ ხელისუფლებაზე კრიტიკულ სიუჟეტებს ვაკეთებდი და მე 7 ნოემბერი მოხდა. მე ჩემ თავს დავპირდი რომ პოლიტიკური სიუჟეტი არასდროს აღარ უნდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ვიღაცის ბრმა იარაღი ვიქნებოდი ყოველთვის. მას შემდეგ კიდე რამდენი წელი გავიდა და ჩვენ ისევ მიტინგებზე დავდივართ. კითხვაზე როგორ ხარ, მე ვარ სასოწარკვეთილი. მართლა სასოწარკვეთილი ვარ და აი დაახლოებით ნატრისხის ბოლო კადრი ვარ სესილიას მართლა და ძალიან მინდა რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდე ძალიან მინდა იმიტომ რომ ამ ყველაფერმა მე პროფესია დამაკარგინა ახალი პროფესია მაპოვნინა მაგრამ სიზმარში მე ისევ გადაცემა მიმყავს ეგრეთ წოდებული დაბლოკილი ხალხი მე გადაცემაში სტუმრად მომყავდა მაგალითისთვის ქუჩის ბიჭები ზურა ხაჩიძე სოფო ბედია მიშა მესხი და ასე შემდეგ ლიზა ბაგრატიონის ყოლია სტუმრად და ნატო მეტონიძეც მე ვერ ვიტყვი რომ ეს ხალხი ხშირად მყავდა სტუმრად მაგრამ ანუ მე შემეძლო რომ მომეყვანა ეს ადამიანები სტუმრად და ეხლა როცა ალბათ მე ვარ დაბლოკილი ხო თავის დროზე ყველა რო სტუმრად მეძახდა სხვადასხვა თემაზე სტუმრადაც კი არ მეძახიან იმიტომ რომ დიდი შავი ესეთი X-ი მადებს და ძალიანაც კარგი რო მადებს ხო იქ არ ვზივარ სიყვარულზე სალაპარაკოთ ძალიანაც კარგი მაგრამ მე სულ ამბობ ხოლმე ჩემი დევიზია კოლეგებზე ან კარგი ან არაფერი და ჯობდა რომ არაფერი მეთქვა აი ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით დღევანდელი აი ესეთი ძალიან დაძაბული ძალიან არ ვიცი ხიდებ დამწვარი ურთიერთობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ამ სიტუაციიდან როგორი გამოსავალი ან რა პერსპექტივას გიჩვენებს შენი საკუთარი გამოცდილება რა სადამდე უნდა მივიდეთ გარდა ტეხას სად შეიძლება ველოდოთ ელოდოს საზოგადოება
არ მინდა კიდე ერთხელ ვთქვა, იმიტომ რომ პირველი პროტესტი ვისაც აქვს იმ თაობისთვის ჩემი პესიმისტური აზრების თავს მოხვევა ძალიან არ მინდა, მაგრამ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებას ჩვენ ავირჩიეთ და ესეც პრობლემა ჩვენშიც არის, იმიტომ რომ დადიან ჩვენ შორის პრორუსი ახალგაზრდებიც. რამდენი პროპაგანდისტული მედიაა? 3. იქ სულ ახალგაზრდები მუშაობენ. 21 წელს ბოლშევიკები რო შემოვიდნენ, ჯერ ხო ყველას ჯეროდა რომ ეს დროებითი იყო და 24 წლის აჯანყების შემდეგ როცა დარწმუნდნენ რომ ისინი წასვლას არსად არ აპირებდნენ. აი ხო იღვიძებდა ხალხი, დილით ჩაისვავდა, მერე სამსახურში მიდიოდა, გარშემო ხალხს ხრიტავდნენ, იჭერდნენ და ჩაულებრივ რუტინას მიყვებოდნენ. ნუ თუ ჩვენც ესე ვიქნებით, გერმანელებმა მოინანიეს ფაშიზმი და დღემდე ინანიებენ სკოლაში, უნივერსიტეტებში ასწავლიან, რომ ეს მეორედ არ განმეორდეს და ჩვენ ქართველებმა ერთმანეთზე დანოსებს რომ წერდით, იმიტომ რომ ერთით მეტი ოთახი გქონოდა, ტიციან ტაბიძეზე რომ დაწერა ვიღაცამ დანოსი და მიხეილ ჯავახიშვილი რომ დაიხრიტა, ისინიც ხომ ქართველები იყვნენ და ჩვენ ეს არ მოგვინანიებია არც ერთს და არც ქვეყანას. ტრავმული წარსული გვაქვს და ტრავმა თუ არ გადახარშე, თუ არ გაითავისე, წინ ვერ წავალთ და ამიტომ ვტკეპნით სულ ერთი და იგივე დანოსების ეტაპამდე, იმიტომ რომ ახლაც ახალი კანონი გვაქვს ჩაშვება. რუსეთი რომ აქ მოქმედებს, აი ამაშიც ჩანს, რომ ზიზღის კამპანიაა მარტო როგორ უნდა გძულდეს ერთმანეთი, ეს არის თავარი, რაცაც მაღალი ტრიბუნებიდან გვესაუბრებია. ეხლა მეც ყველა სიტყვას ვაკონტროლებ, იმიტომ რომ ან ერთი, ან მეორე ბანაკის ბულინგის მსხვერპლი რო არ გავხდე. რაღაცნაირად აუცილებლად მინდა მივიდეთ ნუცამდე და გეტყვი რატო. დათა დააკავეს ორჯერ ჩემი შვილი, ეხა აი ამ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს ხო რა არის დააკავეს, ხო არაფერი, ხო და ცუდი ამბავია, მაგრამ დააკავეს, ის მოგწყვიტეს ჩვენ და 2 ღამე თუ 4 ღამე გაატარა საკანში და ეს 4 ღამე როცა მე აქ მეძინა და იმას იქ ეძინა თუ რაღაც იყო ძალიან მძიმე და ჯოჯოხეთური, თუმცა უფრო მძიმე არის ამბავი, როცა შენი შვილი მიდის და იცი რომ ის აღარ მოვა. და ძალიან რთული ამბავია, ხო, მით უფრო მშობლისთვის, მით უფრო შენ თვითონ თუ ხარ მშობელი, ეს წარმოვიდგინოთ, მაგრამ ყველას წარმოგვიდგენია, ყველა ვფიქრობთ, რომ რაღაც ესეთი. ნუცას ამბის მერეც მე პირადად ჩემი ემოცია რო არ გავიხსენო ახლა აქ არ მინდა, მაგრამ ყველა დაგვანგრია, მაგრამ ნუ მაია ასათიანი მოკვდა, მაგრამ ადგა და ის დღეს გამოიყურება ასე. როგორ რა კავშირში ხარ ნუცასთან? სულ კავშირში ვარ, სულ მუდმივად და ეხლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სიკვდილით არაფერი სრულდება. ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა. ერთხელ ჯერ რამდენიმე თვე იყო გასული, ერთ შვილკვდარ ქალს ვკითხე, ეს ოდესმე დამთავრდება თქო? ცუდად ვიყავი მაშინ და მითხრა არასოდესო და სულ ეს მახსოვს. 9 წელი გავა მალე. და ზუსტად ისე ხარ, როგორც პირველ დღეებში, უბრალოდ სწავლობ ამასთან ერთად ცხოვრებას. და მეც ასე ვარ, სულ ერთად ვარ, ანუ ფიქრებით, ემოციებით, ვცდილობ რაღაც მომენტებში, რომ არ ვიფიქრო, იმიტომ რომ ძალიან თუ შევყევი, აი რაღაცა ფოტოები ვნახე და ასე შემდეგ, მე აი ამ წონასწორობას ვეღარ ვიცავ. მაგრამ აი როცა გაწონასწორებულ მდგომარეობაში ვარ და ესე არის 24 საათი თითქმის, ანუ გულისხმობ რომ არ ვტირი ვარ, ბოლო პერიოდის სიახლე მაქვს და ყველას უზიარებ როგორც კარგ ამბავს, ოღონდ რომ ტირილი დავიწყე, აქამდე ვერ ვტიროდი. და გადავრჩი ალბათ გონია რომ და ჩემ მეუბნება ამას ნუ ამბობ, მაგრამ ყველას შეუძლია. იმიტომ რომ მოვკვდი და მე ხელახლა დავიბადა. ის მაია ასათიანი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, მოკვდა.
და ხო თუ გინდა რომ ახალი ცხოვრება დაიწყო, თავიდან უნდა დაიბადო. ამიტომ გამიჭირდა ტელევიზიიდან წამოსვლა. იმიტომ რომ გარდაცვალებიდან და დაკრძალული 10 დღეში სამსახურში გავედი და სამსახურს ახლა ჩვენი საქმე ისეთია რომ 24 საათი ჭირდება ძალიან იღლები და ვერ ვასწრებდი ბოლომდე გათავისებას რაც დამემართა. ცარიელ სახლში შესვლა რას ნიშნავს ამას ბოლომდე ვერ ვგრძნობდი. იმიტომ რომ ტელევიზია ძალიან დიდ ენერგიას მართმევდა. და ამიტომ ძალიან გამიჭირდა მერე და მერე კიდე თავიდან ვიგლოვე ორი კრიზისი მქონდა რეალურად ერთი შვილის გარდაცვალება და მეორე პროფილის გარდაცვალება. შევადარებ ერთმანეთს, მაგრამ ასე იყო და ეს ბოლო ჩემინებით მოხდა. ხო, ფენიქსი ვითვარ და აღარაფრის არ მეშინია, აღარც ერთი კრიზისის ნებისმიერ დავძლევ თუ ცოცხალი ვარ და თუ ცოცხალი ხარ, ყველაფერი შეგიძლია. ძალიან, როგორ ვთქვა, ძალიან დიდ ძალას მაძლევს, როცა მომართავენ ხოლმე შვილმკვდარი ქალები, რომლებსაც ეს ამბავი ცოტა ხნის წინ დაემართათ. რჩევისთვის მომართავენ. ეს მინდოდა სწორედ ეს და კარგია რომ შენ ამაზე საუბარი დაიწყე. რა უგზავნის, რაზე ეუბნება მაია ადამიანებს, რომლებსაც გონიათ, რომ აი ამ კრიზისიდან ისინი უბრალოდ ვეღარასდროს ვეღარ გამოვლენ. ჯერ ერთი ძალიან მომწონს რომ მეკონტაქტებიან, იმიტომ რომ საქართველოში ეს ადრეც მithქვამს. გვაქვს ჭირისუფლის მხარდაჭერა, როცა მიცვალებული სახლშია და არ შეგვიძლია ჭირისუფლის რეაბილიტაცია. არ გვინდა რომ ის რეალურ ცხოვრებაში დაბრუნდეს. პატივსაცემი ქალი არის, ქალი რომელიც 20 წელია ქმარს გლოვობს და შემოძენძილი კაბით დადის. რეალობაში დაბრუნებული ჭირისუფალი ჩვენ არ გვიყვარს და მისი მიღება არ შეგვიძლია. და პირველ რიგში ვეუბნები რომ შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს. და მე ვეუბნები იმას თუ როგორ უნდა მოიქცეს. ბევრი რაღაცაა, რაც უნდა გააკეთოს. მთავარია უნდოდეს გადარჩენა და ჩემი დაკვირვებით მას ვისაც კიდევ დარჩა შვილი, ისინი ბევრად უფრო ცუდად არიან. იმიტომ რომ მათ აქვთ გამოსავალი და შეუძლიათ თავისუფლება მისცენ, რომ იყონ დეპრესიულად. ვისაც ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, მას სხვა გზა არ აქვს, ის უნდა ფეხზე დადგეს და დადგეს მყარად. ერთიც მინდა კითხო, რას აკეთებ ნუცას მაგიროთ? აი ნუცა გააკეთებდა და მე უნდა გავაკეთო, რადგან ის აქ არ არის. კი. ცოტა მკაცრი დედა ვიყავი და 17 წლის ასაკში გამომიცხადა, რომ ცხვირი უნდა გავიხრიტო. გავგიჟდე ამაზე გადავირიე, რომ რას ქვია ცხვირი უნდა გაიხრიტო და მიჯერებ და არ მივეცინება. და მე წავედი და გავიხრიტე ცხვირი და ეხლა ძალიან დიდი საყვარე მიკეთია. მადლობა ხო ლუცას სახელზე. ძალიან უნდოდა რომ ტატუ ქონოდა მაგალითად. და უარი ვერ უთხარი ვერაფრით, იმიტომ რომ მე ერთი ტატუ მქონდა. მე წავედი და ბევრი ტატუ გავიკეთე. ხო, სხვანაირი გავხდი ლუცას, მე ნუცა მიცოდა ხოლმე, როცა მაბულინგებდნენ, კაი რა დაიკიდე რა. ხო და ჩემ თავს ვეუბნებოდი ხოლმე. ეხლა ბოლო პერიოდში რაღაცა კაი ხანი არ დაუბულინგები ვარ. უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სასაცილოა. მაშინ განვიცდიდი, იმიტომ რომ აი ახალი შემოსული იყო Facebook-ი, სიტყვა ტროლი არ ვიცოდით რა იყო, ერთ კაცს რო 10 აკაუნთი აქვს, ეგეც არ ვიცოდით და განვიცდიდი თან საბჭოთა პერიოდიდან მოდიან რა დაწერილია, ის უფრო არის მნიშვნელოვანი. ხო და ეხლა წერე და იკითხე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და თუ რაღაცაზე ნერვები მომეშალა, ნუცას მომესმის ხოლმე, რომ კაი რა დაიკიდე. ხო. კი, ნამდვილად ეგრეა, უნდა დავიკიდოთ ის აი, ბევრი სამაჯურები მიკეთია, ნუცას უყვარდა ხოლმე ესეთი რაღაცები, ამაზე ნერვები მეშლებოდა, რაღაცა წაფები ქონა გამობმული და ნერვები მეშლებოდა და ეხლა მეც მიკეთია. ბერგამნაკური გახურეტილი და ხო, ცოტა ნუცას ტყავში შევედი, ცოტა. ესეთი კითხვა მინდა დაგისვა, მიხვდები რატოსა ამ კითხვას. ჩაიცვამდა შენი აზრით მარიო ჩიმა, რომ იმ წინებს გაცვეთ და უფრო სწორად? გონია რომ არა.
არ ჩაიცავდა. მე უბრალოდ არ მინდოდა, არა, ესე ვთქვათ. მინდოდა რომ სიუჟეტი ყოფილიყო ყურებადი. ძალიან ყურებადი. და მინდოდა სულ პატარა ბოდიში პატარა ბავშვებიც ყავს სტაჟორად ახლა სამსახურში და რო იცოდე რომ სტუმრად შენ მოდიოდი. აუ, მარიო ჩიმაროზე ხო კითხავ, მარიო ეს არც ალბათ ნახეს გვიან როცა გაიზარდა ეს რეპორტაჟი, მაგრამ ძალიან პოპულარული და მიხარია. რეპორტაჟი იყო. რა მაგარია, იცი რამდენი წელია გასული 2007 წელი იყო. მინდოდა რომ აიქ მაიამისა და აქ საქართველოს შორის კავშირი ყოფილიყო. ამიტომ მოვძებნე ესეთი ქალბატონები, რომლებიც საგარეჯოს ბაზარში მუშაობდნენ და აუცილებლად ბმა უნდა ყოფილიყო მათ შორის და საჩუქარი მათ ავარჩევინე. მაგრამ მარიო ჩიმარო ამ თავისი თეთრი სპორტულებით არ ამგონია. შეიძლება დაედო და მე როცა ნახა სიუჟეტი და სიუჟეტი ნახავ უთარგმნეთ და გავუგზავნეთ, თან მაშინ მაინც გაჭირება იყო საქართველოში. ალბათ სადღაც შეინახა. მე მინდა იმედი დავიტოვო და არ გადააგდო, მაგრამ ჩემთვის რთული იყო იმ მომენტში აი ამ წინდების ამოღება და მიცემა. რთული იყო, დიდი შესავალი გავუკეთე, მე ის შესავალი მოვჭერი. აი ეს დრამატურგია ძალიან მნიშვნელოვანია რეპორტაჟში. ძალიან. რაღაც ის მიგნება, რომ დრამატულად ისე განვითარდეს, რომ რეპორტაჟი მუდმივად ახსოვდეს მას ვინც მაგარია რომ მითხარი. ეს ნაწილი მხოლოდ მარიო ჩიმაროს რეპორტაჟი არა, მე ბევრი შენი ძველი რეპორტაჟი მახსოვს. მაიას რეპორტაჟებს გამოარჩევდა ინდივიდუალიზმი, რომელიც შენ გქონდა. შენ რეპორტაჟებსაც ყვეთა. მადლობა. აი ამას როგორ პოულობ, რას ეძებ, იმიტომ რომ აი ხა მე რომ მოვყვე, მე ვიცი რომ სანამ დავამთავრებ, სულ იმ ქაოსში ვარ, კადრებში ვცხოვრობ, ფიქრებში ვცხოვრობ, ჩემი მრავალი ალტერეგო მეუბნება ესე დავიწყოთ, ესე დავიწყოთ. ეს კარგად მინდა რომ ზუსტად. ანუ ეხლა შენ ოთახში ბავშვებს უყვებოდი, რომ 2004 წელს ფერეიდანზე რეპორტაჟი გავაკეთე. ისე რომ არც YouTube იყო, არც Skype, არც WhatsApp, არც Viber, ინტერნეტი ახალშემოყვანილი გქონდა და ოდნო კლასნიკებიც კი არ იყო და ყველა რესპონდენტი მყავდა აქედან დაგეგმილი და ჭადი რომ უნდა გამოეცხო ერთ-ერთ ქალბატონს და ზედ ჯვარი დაესო, აქედან მქონდა გადაწყვეტილი. ჯერ წინასწარ ყოველთვის ვიფიქრებდი რა მინდა და ისე ვიღებდი თუ რაღაცა განსხვავებული გამოჩნდებოდა ხოლმე, იმასაც ვრთავდი, მაგრამ მთავარი არის დაგეგმა და ზუსტად მახსოვს ჩიმარო როგორ მოვიფიქრე. ზუსტად მახსოვს. მანქანით მივდიოდი იმედში, ვიცოდი რომ წყალ-წყალა რეპორტაჟი გამოვიდო და უბრალოდ ადამიანს რო ელაპარაკა თავის როლზე, რა დიდი როლიც ის იყო, მოფიქრებული მქონდა უკვე რომ აუცილებლად ორი სამყარო უნდა ყოფილიყო და ამ დროს რადიოში გაისმა უცნობი მომღერლის წაყვერი და თბილისი. ეს უცნობი მომღერალი იყო ნინო ჩხეიცე. და აი ამ წაღვერი და თბილისის დაწყებისას მივხვდი რომ კახეთში უნდა წავიდე და რაღაც უნდა გავუგზავნო. და ზუსტად მახსოვს ესე დავით აღმაშენებელს ავხედე და სამსახურში რომ მივედი, ეს გოგო უნდა ვიპოვოთ, თქო. და დავიწყე ამ გოგოს ძებნაც, რომელიც ნინო ჩხეიძე აღმოჩნდა და მაშინ მას არავინ არ იცნობდა. და კახეთში ჩემ მეგობარს ვთხოვე რომ ბაზარში გამოიარე და იკითხე ვის უყვარს ეს სერიალიო. მე აღმოჩნდა რომ ეს სერიალი უყვარს ყველას. ჩავედი და ყველაზე კოლორიტული ქალები ავარჩი, რომლებიც წინდებს ყიდნენ. დეზოდორიც გამატანეს, მაგრამ ის დეზოდორი არ მიმიცია. ხო, ნუ წინდა მაინც ისა. მაინც მე ხანდახან მაგ რეპორტაჟზე ხა ბოლო დღეები რომ ფიქრობდი შენთან ინტერვიუსთვის რომ ემზადებოდი, თუ ცივ ქვეყანაში მოუწევდა წასვლა, ეგება გაცვითა მაინც ის წინდები. ძალიან იმედი მაქვს. მე ჭორი იყო რომ ცოლად მივყვებოდი და ძალიან სასაცილო ჭორი იყო და სულ ვამტკიცებდი რომ ცოლად არ მივყვებოდი, მაგრამ ჩემთვის ის ფაქტი რომ ეს რეპორტაჟი ვიღაცას ახსოვს, არის ყველაფერი. მართლა.
კეთილი. და მადლობა რომ მკითხე. დასასრულისკენ მივდივართ. შენი ახალი საქმის შესახებაც მინდა რომ გვითხრა. როგორ რთულია დარწმუნებული ვარ ბიზნესის ჯერ იდეა, მერე ამისი განხორციელება, წარმოება და ამაში მუდმივად ყოფნა. აი, მაგრამ ახლა ის ხაზი ქალებისთვის, რაზეც შენ მუშაობ, არის ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ ამ დილით მე არ უყვები ხოლმე ოჯახის წევრებს, არასდროს არ იციან, ვინ არის ჩემი რესპონდენტი, რა თემაზე ვმუშაობ, ეს ხო ჩვენი პროფესიული და დღეს დილით რომ გამოვდიოდი აი შუა დღეს მეთქი მესამე აუ ვინ უნდა ჩაწერო და რადგან ძალიან უყარხართ მაიკოს, ჩემს ხელსაც მაიკო ქვია, მაიკო უნდა ჩავწერო, მეთქი რაღაცები სტურად ყავდით გემახსოვრები. კი, და ლექსებს კითხულობდი რა, კარგი იყო. ისო, გეხვეწები კითხე, ოქროს ხაზ, ვერ დავიმახსოვრე. ოქროს ხაზზე კითხე, რა კითხეო. მაიკოსო კითხეო ამ კალების ამბავს. კი, მეოთხარი ცხადია ამ მიმართულებითაც ვიკითხავ. რა მაგარი გოგოა. აი ამ შენს ახალ საქმიანობაზე, სირთულეებზე და დღეს სადამდე მოხვედი მოგვიყევი. იცი რა, დათო, დიკო ჯოჯოა მკითხა, როგორ მოგაფიქრდაო და მე უთხარი ვკვდებოდი დიკო თქო, მართლა ასე იყო, იმიტომ რომ ჩვენნაირი აქტიური ადამიანებისთვის სახში ჩაჯდომა არის კატასტროფა. უცნაურად პოეტურად არა, მაგრამ რაღაცა ესე დავიწყებდი რეპორტაჟს. მაჩუქეს სარბენი ბილიკი და დავიწყე სირბილი. და სირბილის დროს მივხვდი, რომ კი კარზე აკაკუნებ და არ გიღებენ, ფანჯარაზე აკაკუნებ, არ გიღებენ და ფანჯარასაც ვერ აღებ. ამიტომ ახალი შენობა უნდა მოიფიქრო. ეს იყო მეორე რაც ტელევიზიის მერე მიყვარდა. ზოგადად პრანჭია ბავშვი ვიყავი, ბებია ჩემს მახსოვს, ძველი თაობა ვინც გვიყურებს და შენ ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ჟურნალისტად ითვლებოდი გოგო ჟურნალისტებში. ქაშიკა ხო ასე ამბობდა, ხომ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონები გვიყურებდნენ, იყო ესეთი ტონალური ბალეტი. აი ამ ბალეტს ვარავდი ხოლმე და ესე სახეზე ვიგლისავდი და მე პომადას ვისვავდი და უკან ვაბრუნებდი, ასეთი ბავშვი ვიყავი, სადღაც 8-9 წლის ასაკში რა. ამიტომ ეს თემა თავის მოვლის, განსაკუთრებით როცა ასაკში შევედი და გადავწყვიტე, რომ ძალიან არ შემეტყოს. ასაკი ჩემთვის აი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი დიდი ქვა, ასე ვთქვათ. და დავიწყე ამაზე ფიქრი, მაგრამ მე რო პროფილი გავაკეთე, 20 წლიანი რეპორტიორული წარსული მქონდა და აქ მქონდა არანაირი გამოცდილება გარდა იმისა, რომ ვიყავი სწორი მომხმარებელი. დავიწყე კითხვა, მე სწავლა ბიზნესის, მე ამ სფეროში გარკვევა, ამას დასჭირდა სადღაც 1 წელი. მე ვიპოვე, არ მინდა არანაირი რეკლამა, ვიპოვე ევროპაში ლაბორატორია, სადაც ლიცენზია გაიცემა ხარისხიანი პროდუქციის, განსხვავებული მინდოდა და რაც თავარი არ მინდოდა ყოფილიყო ძვირი. რიგით ქალბატონს, მასწავლებელს, ბუღალტერს, აი ასეთი პროფესიის წარმომადგენლებს დიასახლის, რომ შეძლებოდა ყიდვა და აქ მოვძებნე ლაბორატორია, რომელსაც აქვს სპეციალური ხარისხი, რომ აწარმოოს ასეთი პროდუქცია. და ძალიან მეშინოდა ამას ყველგან ვამბობდა, ეხა აღარ მოვყვები, მოკლედ 200 ცალი ვაწარმოეთ და ძალიან მეშინოდა Instagram-ზე დადგომა და თქმა, რომ ეს ჩემია. იმიტომ რომ აი და არ გაიყიდოს. იმიტომ რომ არანაირი გამოცდილება არ მქონდა გარდა 1 წლიანი სწავლისა. და იმავე დღეს გაიყიდა 200-ვე და დაიწყო. პროფესიაში არ ვიცი, ვაწყნარებ ჩემ თავს. ყველაფრისთვის მიღწეული მქონდა და თო რაზეც ბავშვობაში მიოცნებია. ბავშვობაში ოპერას ინტერვიუ რო ვნახე მაიკლ ჯექსონთან, აი მახსოვს, აი ასე ვთქვი, რომ მე ეს მინდა თქო. ხო და მივედი იქამდე, რომ ყველაზე პოპულარული ток-შოუ გავაკეთე, რომელიც ქუჩაში მოძრაობას აჩერებდა. ანუ ჭერს თავს ურტყავდი უკვე ამის იქით, აღარაფერი აღარ იყო და აქ დავწყები ვარ. აქ ის მაია ვარ ამ შენობაში პრაქტიკანტად რომ მოვიდა და წინ უამრავი უგრძელესი გზა მაქვს, რომელიც უნდა გავიარო და ამას გავაკეთებ. ეხლა მივდივარ ნორმალური ნაბიჯებით, მაგრამ ნოემბერში გავხდებით 1 წლის და უკვე 12 პროდუქტი მაქვს.
ხო და ცრომარწმუნე გავხდეს ციფთა ეგეთი გოგო ვარ ახლა ხო ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკებ ძალიან კარგი წარმატებები ძალიან მომეწონა შენთან და მადლობა აქ რომ მომიყვანეთ მადლობა შენ ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის დიდი მადლობა უღრმესი მადლობა აუ რა კარგი იყო მართლა ძალიან კარგი ძალიან მესიამოვნო